რომელია ყველაზე სწრაფად გასახსნელი დანა? ეს კითხვა შეიძლება ბევრს გასჩენია, ამიტომ ერთ რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ თავიდანვე. ეს ყველაფერი დამოკიდებულია გახსნის მექანიზმზე და არა დანაზე ან ბრენდზე. ახლა კი გაჩვენებთ ყველაზე გავრცელებულ მექანიზმებს და გადაწყვეტილება თქვენთვის მომინდოა. ოღონდ გაითვალისწინეთ. ამ ვიდეოში არ განვიხილავ ავტომატურ და ფრონტალური გახსნის დანებს. სხვებზე საუბარი კი დავიწყოთ კლასიკური ორი ხელით გასახსნელი დანებით. ესენი ეგრეთ წოდებული ჯენტლმენური, ანუ old school დანები, რომლებიც მხოლოდ ესე იხსნება. ანუ შეიძლება ერთი ხელითაც იჩალიჩო, მაგრამ გაგიჭირდება. მეორე არის ფლიპერი ზამბარის გარეშე, როდესაც დანაზე უკანა მხარეს განთავსებული ესეთი გამოწეული ადგილზე დაწოლით ხდება დანის გახსნა. აქ არანაირი მექანიზმი არ არის, უბრალოდ ჩაიბებია, მაგრამ მაინც ესეთი სუბუქად იხსნება. მესამე არის ფლიპერი ზამბარით. ეს იგივე მექანიზმია, მაგრამ ამ შემთხვევაში დამატებული აქვს უბრალოდ ზამბარა მექანიზმში. მეოთხე არის სპაიდერ ჰოლი, ანდა მისი მაგვარი დანამატები დანის პირზე, რომელიც იხსნება დაახლოებით აი ესე. ან შეგიძლია უბრალოდ ცერათითი გამოსდო და შვიდად წყნარად გახსნა. იგივეა დაგერის შემთხვევაში, ეს მოდელი დაგერია პირანია, რომელიც ესე იხსნება. ცოტა საჩალიჩოა ამისი სწავლა, მაგრამ თუ დაამუღამებ, ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო სათამაშო ხდება მერე ესე დანის გახსნა და დაკეტვა. და ბოლო, ყველაზე საინტერესო, არ ვიცი ქართულად როგორ ქვია, thumbed არის ინგლისურად, ქართულად გამოვიდა ცერის გამოსადები, აი ამ გამოსადებებზეა საუბარი და დღესდღეობით ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული გამხსნელია დანებში. კიდევ არსებობს ფრონტ ფლიპერები, ინერციული დანები და ასე შემდეგ და აუცილებლად მოგეყვებით მათზეც, ოღონდ ერთი პირობით თუ დავინახავ, რომ ეს ვიდეო მოგეწონათ. ეს იყო და ეს. მადლობა.